მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნასავით ჩამოშლილ მეგობრულ ურთიერთობებს შევეხებით დღეს. როდესაც ყველაფერი იდეალურადაა, კარგი მეგობრები ხართ, კარგი ურთიერთობა გაქვთ, ხელი შემშლელი გარემოება არ არსებობს, იცინებთ მეგობრები, თენდება მეორე დილა და აღმოაჩენთ, რომ ერთმანეთის ცხოვრებაში უბრალოდ აღარ ხართ. თითქოს ყველაფერი იყო ლამაზი სიზმარი, გამოიღვიძეთ და რეალობაში აღარ არის. სად მიდის ეს ურთიერთობა? სად ორთქლდება ეს ურთიერთობა? სად მივდივართ ერთმანეთისგან ეს ადამიანები, სად ვქრებით? გასაოცარი ის არის, რომ მტკივნეული ეს არავისთვის არ არის. თითქოს რაღაც გაწერილ სცენარს მივყვებოდით და მივედით საბოლოო წერტილამდე. პირველი რაც ჩნდება, მკითხვები საკუთარ თავთან. ისე ხო არ არის, გუშინ კარგი მეგობრები იყავით, დღეს აღარავინ ხართ და მართლა ორ წამში ამოშალო შენი მეხსიერებიდან ადამიანი. ფიქრობ, სადმე რამე შეცდომა ხომ არ დაუშვი, იქნებ შენ გამოიწვია ეს ყველაფერი, იქნებ რაღაც გავს გამოსასწორებელი, უკან აბრუნება ამ კადრებს, იხსენებ, აანალიზებ და ხვდები, რომ არც არაფერი, უბრალოდ ასე მოხდა. ცალმხრივი არ არის ეს, შენთვის იყოს მტკივნეული და მისთვის სულ ერთი, ან პირიქით მისთვის იყოს მტკივნეული და შენთვის სულ ერთი. ორმხრივია. არც რაიმე წინაპირობა არ მიუძღვის. უთანხმოება, კამათი, გაუგებრობა, სხვა ქალაქში, სხვა სოფელში გადასვლა, საერთოდ ქვეყნიდან წასვლა. ან ხომ არის შემთხვევები ნელ-ნელა ეტაპობრივად ცივდება ურთიერთობა და მერე მიდის საბოლოო გაცივებამდე. მსგავსი წინაპირობა არაფერი არ მიუძღვის. უბრალოდ გუშინ იყავით კარგი მეგობრები და დღეს აღარავინ აღარ ხართ ერთმანეთისთვის. ცოტა სასაცილოა. სოციალურ ქსელებში ხომ მყავს მეგობრების სიაში ადამიანები, რომლებიც არ არიან ჩვენთვის იმდენად ახლობელი ადამიანები, შორეული ნათესავები, ისინი, ვისაც თუნდაც ერთხელ შევხვდით ერთმანეთს საერთო ნაცნობის მეშვეობით და მათთან არ გვაქვს ბუნებრივია ყოველდღიური კომუნიკაცია, მაგრამ სიაში ხომ მყავს, დაბადების დღეებს მაინც ხომ ვილოცავთ ერთმანეთს და ეს ადამიანები არც სოციალური ქსელების მეგობრების სიაში არ არიან. საერთოდ წაშლილები ვართ ერთმანეთის ცხოვრებიდან. შემთხვევით ქუჩაში თუ გადავეყრებით ერთმანეთს, საზღვათაშორისოდ მოვიკითხავთ და მივესალმებით, ესეც ალბათ სრდილობის საკითხია და იმიტომ. იმდენად გაუსხოვებულები ვართ და იმდენად გაცივებულია ყველანაირი გრძნობა და ემოცია, რომ ერთმანეთის ცხოვრებაში არანაირი დოზით და არანაირი ფორმით აღარ ვართ. ეს მარტო ჩემს თავს არ ხდება. ბევრი ადამიანისგან მსმენია, რომ მსგავსი რამ გაუვლია და ვერ ამოხსენი რა ფენომენი და რა მოვლენა, არ მაქვს პასუხი. ერთადერთი ლოგიკური ახსნა, რაც შემიძლია, შევუსაბამო. არის ის, რომ თქვა, ალბათ არ ვიყავით ერთმანეთის ადამიანები, ალბათ იმ ურთიერთობას არ ეწერა გაგრძელება და მეგობრობა, მაგრამ მაინც მოდის აქ კონტრშეკითხვა. თუ არა, მაშინ ის ურთიერთობა საიდან მოვიდა? მე ხო არ გულისხმობ იმ ურთიერთობაში რაღაც სივრცით ურთიერთობას. დაუშვათ ერთ სამსახურში მუშაობ და ბუნებრივია, როდესაც ერთ სივრცეში რამდენიმე საათს ატარებ ადამიანებთან, მათთან გარკვეული სახის ურთიერთობა გიყალიბდება. მე გულისხმობ, როდესაც იმ სივრცის გარეთაც გრძელდება თქვენ შორის ურთიერთობა, ოჯახებში და საკმაოდ მყარი და მეგობრული. თუ არა, მაშინ ის საიდან? ამიტომ ასე მაინც ბოლომდე პასუხი ამომწყურავი არ მაქვს. კარგია თუ ცუდია, არ ვიცი. ცუდია ალბათ იმიტომ, რომ ხომ არის ვიხსენებთ ხოლმე რაღაც ისტორიას ჩვენი ცხოვრებიდან, რაღაც ამბავს ყვებით და იმ ამბის მონაწილეა ის ადამიანი და უნებლიეთ გახსენდება, ბუნებრივია. ადამიანები ვართ და გავიფიქრებთ, ვაჰ, რა კარგი მეგობრობა გქონდა და საწავი და რა კარგი მეგობრები ვიყავით და არაფრის გამო რომ დასრულდა ეს ურთიერთობა, დღემდე რომ გაგრძელებულიყო, ალბათ საუკეთესო მეგობრები ვიქნებოდით. და მეორეს მხრივ, კარგია, იმიტომ რომ თუ კი იმ ურთიერთობას მართლაც არ ეწერა გაგრძელება, კარგია რომ დასრულდა ისე და იქ, როგორც და სადაც დასრულდა. უმტკივნეულოდ, გულის წყლეტების გარეშე დაგვრჩა კარგი, სასიამოვნო, ლამაზი მოგონებები და არც იმ ადამიანის მიმართ არ დაგვრჩა არანაირი წყენა. სხვა დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ უბრალოდ არ მაქვს. ეს თამარის მონოლოგებია, გამომიწერე და შევხვდებით მომდევნო ვიდეოში.